თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ქალების მკვლელობა ღირსების სახელით, ქალების მკვლელობა ქალობისათვის. თითქოს სულ საუბრობთ პრევენციულ ზომებზე, ცნობიერებებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. დღეს ეს ძალადობა ჩვეულებრივად მოდის ოჯახით, სოციალური და ეკონომიკური ჩარჩოთი, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა მიმართ ძალადობას არ განიხილავს როგორც დანაშაულს. ამ მიდგომას კი დაუჯოლობის სინდრომამდე მივყავართ. ბევრი ჩემი ნაცნობი ქალი სულაც ვერ ხვდება, რომ მას არასწორად ექცევიან. როდესაც ფემიციდებს საუბრობთ, როდესაც ამა თუ იმ საშინელ ისტორიას ვისმენთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის როგორც ძალადობის უკიდურესი აქტია, ხანგრძლივი და გაუსაძლისი დისკრიმინაციისა და ძალადობის შედეგია, ის უცებ არ მოდის. თითქოს ჩვენ მენტალიტეტში ტრანსფორმირება მოხდა. ქალები იწყებენ ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ახდენენ საკუთარი იდენტობის გამოვლინებას, მაგრამ საზოგადოება ვერ იღებს ადეკვატურად. ასეთი ადამიანები ურჩი-ცოლები არიან, ურჩი-დები, ურჩი-დედები, შვილები. ბევრი ვერ უძლებს ამ წნეხს და საკუთარი სიცოცხლის მოსვლობით ასრულებს, ან ეგუება ისე ბრძოლ მდგომარეობას და თუ კი ბრძოლას აგრძელებს, შეიძლება ისე დაასრულოს სიცოცხლე, როგორც ეს ბოლო დღეებში მარნეულებმა ან სამტრედიელმა ქალებმა დაასრულეს. როგორც კი საზოგადოება უშვებს, რომ თუნდაც ერთ ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი არგუმენტით იძალადოს მეორე ადამიანზე, მაშინვე დგება ის შედეგი, რაც გვაქვს. ამიტომ ამ სისასტიკის წინააღმდეგ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ. დავიცვათ ჩვენი შვილები, დედები, დეები, მეგობრები. რამდენი დედა აჩენს შვილს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი თვით რეალიზაციის საშუალება გონია. რამდენი დედა ზრდის შვილს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ვიწრო მერკანტილური და სოციალური ინტერესების დაიკმაყოფილოს. ქალი მაინც სხვისია და რამდენი კაცი გააზრდის სათავისოდ კერძო საკუთრებასავით ემოციების რეპრესიების გარემოში, სადაც კარგად დაასწავლეს რა მოეთხოვება კაცს, მაგრამ არ კითხეს რას გრძნობენ, რა უნდა, რადგან ემოციები კაცის სისხლით განიხილებოდა. სურვილები კი უნიშნულესად მნიშვნელოვანი იყო, ხოლო ოჯახისათვის, მეგობრებისათვის, სამშობლოსათვის, დედისთვის და ასე შემდეგ. თავი შემოგწირე, შენ გამო ვიცხოვრე, ვალდებული ხარ და სად წავა ეს ამდენი რეპრესირებული ემოცია, თუ არა აგრესიაში და მერე რომ გონიათ კიდევ რომ უყვართ ის დედები, რომელმაც ასე ნახევარკაცება დააქციეს. ამ მოძალადე და აგრესორ კაცებს ისევ ჩვენ ვზდით და ჩვენ ვაქცევთ ასეთებად. წლების განმავლობაში ქალი მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის მქონე თოჯინას და სამსართულიანი ჩიტის ძერომ არ უნდა დააკლდეს ისეთი სუფრების შემოქმედი გონია ჩვენს და საზოგადოებასაც. და ბოლოს, როცა ყველაზე დიდი გავლენა ამ ქვეყანაში ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას აქვს, ვერ ვიხსენებ ვერცერთ ქადაგებას ან ეპისტოლეს, სადაც ისეთი სიმწვავი დაისმებოდა ან თუნდაც გაჟღერდებოდა ეს საკითხი, მაშინ როდესაც ლამის არც ერთი პოლიტიკური ნებათაღელვა არ რჩება ხოლმე მათი დიდი ყურადღების მიღმა. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.